დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ თქვენ ყურებთ კურიერს 9 საათზე. ორი დღე ვილნიუსის სამიტამდე რა მოლოდინები აქვთ თბილისში. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 74 შეხვედრიდან, სადაც უკრაინა განხილვის მთავარი თემა იქნება. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ვილნიუსის სამიტი საქართველოს რეალურად არაფერს მოუტანს, რადგან მათი მტკიცებით ქვეყანამ ამ მიმართულებით არც არაფერი მოითხოვა. მმართველი გუნდი კი ნატოსგან მეტი თანადგომის მოლოდინშია და იმედოვნებენ, რომ ბუქარესტის სამიტის შეცდომას ალიანსი აღარ გაიმეორებს. შეგახსენებთ, ნატოს შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრმა სახლმა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ სწრაფვას მორგი მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, თქვენ იცით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს და ბაიდენი პრეზიდენტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ამისთვის ძალიან მარტივი რამ არის საჭირო, როგორც ამბობენ, რამდენიმე რეფორმა აქვს საქართველოს ჩასატარებელი. ეხლა კარგი იქნებოდა, რომ ეს საკითხები უკვე ჩვენ მოგვარებული გქონდეს და ეხლა იწყებოდეს მოლაპარაკებები საქართველოს გაწევრიანებას. სამწუხაროდ იქ არ არის მაღალი რანგი წარმოდგენილი საქართველოს, არის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი და ბუნებრივია არც არავინ არ იხილავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს. ძალიან მაღალი დონის და ძალიან დიდი მნიშვნელობის სამიტი იმართება ვილნიუსში. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ იქნება აღნიშნული სამიტი გამოყენებული, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაადასტურონ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და კიდევ ერთხელ იყოს გამოყენებული აღნიშნული შეხვედრები და უმნიშვნელოვანესი ლიდერების შეკრება საქართველოს აღიარების და მისი ევროპაში და დასავლური გზის გაძლიერების მიმართულებით. აფეთქებების ხმა ისმოდა გვიან ღამით ქალაქ მიკოლაევში. გუბერნატორის თქმით, ოკუპანტებმა დასახლებაზე იერიში 300 ტიპის რაკეტებით მიიტანეს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. დაიბომბა სუმის ოლქის ორი სასაზღვრო დასახლება. წინასწარ ინფორმაციით ЧТВ-ს მსხვერპლიდან გრევა არ მოჰყოლია. აფეთქებები ხერსონის ოლქშიც დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალარის ინფორმაციით, უკრაინის ჯარები ქალაქ ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე დაწინაურდნენ. გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, უკრაინული ძალები წინ მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებითაც. ამავე დროს უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბრიანსკის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება. უკრაინის სარდლობა დაბომბვაზე კომენტარს არ აკეთებს. რამდენიმე საათი განაჩენის გამოცხადებამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის მიმართ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მათ შორის არიან მერის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და კომპანია Green Service Plus-ის დირექტორი. ადვოკატი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. შეგახსენებთ, ცალკე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მერის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსისა და ერთ-ერთი სპეციალისტის, ასევე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ 3 იურიდიულ პირთან დაკავშირებით. სროლის ხმა ისმოდა დღის ბოლოს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში დაჭრილია ერთი მამაკაცი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განმარტებით პაციენტს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი ცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. სროლის ფაქტზე საუბრობენ სოფელ თელეთშიც, თუმცა ადგილობრივები დამატებით დეტალებს ვეღარ აკონკრეტებენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ, დაწყებულია ძიება. წყალდიდობა ოკუპირებულ აფხაზეთში დატბორილია ბიჭვინთა, ლიძავა და გაგრის დიდი ნაწილი. ძლიერი წვიმის გამო დასახლებებში გადაადგილება პარალიზებულია. წყალში დგას საცხოვრებელი სახლები, სკოლები, დატბორილია გზები, გათიშულია ელექტროენერგია. ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია არაერთი მეწყერი. სტიქიის გამო ოკუპირებულ რეგიონში შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა. გაგრის სადგურზე წყალმა ლიანდაგი წაიღო. როგორც სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მოსახლეობა წერს, მსგავსი რამ აფხაზეთში 70 წელია არ ყოფილა. და საქართველოს მეორე ნაწილი კახეთი ხალხმრავლობა იყო მთელი დღის განმავლობაში წნორის ახალ პარკში, პროექტ მუსიკალური საღამოების ფარგლებში. ქალაქში ყველა ასაკის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო საბავშვო გასართობის სივრცეები, თემატური პავილიონები გაიმართა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გააყიდვა. ღონისძიებაზე მისული პატარა სტუმრების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. საღამო კონცერტით დასრულდა. ძალიან კმაყოფილი და ძალიან მოხარულები ვართ აი ამ ღონისძიებისათვის, ულამაზესი საღამოსთვის, რაც წნორელებისთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება, დიდი სიურპრიზი. ამისთვის დიდი მადლობა როგორც მთავრობას, ასევე რაიონის მერიას. მოხარული ვარ დღევანდელი დღისთვის, ასეთი კარგი
საზეიმო განწყობისთვის. ჩემი შვილები თუ არ დღეს აქ ჩამოსული და ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ. მუსიკალურ საღამოს უმასპინძლეს ჭიათურელებმაც ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე სკვერში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა და ბავშვებისთვის გასართობის სივრცეები მოეწყო. დღე კონცერტით დასრულდა, სცენაზე ანსამბლი ფორტე და ბენდი მიქსტურა მღეროდნენ. ჩემი ინტერვიუ წერება ანსამბლ ფორტეს ფონზე და ძალიან ბედნიერი ვარ. იმედია ჩემ შვილიშვილებს აი ეს ლამაზი დღეები გაუმრავლდებათ. ქალაქ ჭიათურაში მიმდინარეობს მუსიკალური საღამო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ არის ორგანიზებული. დღევანდელი დღე ნამდვილად შედგა, ძალიან მრავლად არის ჭიათურლები მოსული და სიამოვნებენ დღევანდელი დღით და ავიც მინდა წარმატებები უსურვო და ბევრი ასეთი დღეები ჩვენ ქალაქს.